მოგესალმებით, მეგობრებო, ვიწყებ ახალი ვიდეოს ჩაწერას, რომელიც იქნება განსხვავებული ფორმატით, რომელიც აქამდე ჯერჯერობით არ ქონია. ეს არის ვიდეოს გარჩევა. მე წინა ვიდეოში დავაანონსე, რომ ჩემს საკუთარ ვიდეოს გავარჩევდი, რომელიც ჩაწერილი მქონდა და მაგას გავაკეთებ აუცილებლად, მაგრამ მანამდე გამომწერვა გამომიგზავნა ვიდეო, შესაბამისად, ამით დავიწყებ, პირველ რიგში ამას გავარჩევ და უფრო საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოები ბევრი გვინახავს და ან ცოცხალი ისე ბევრი მქონია, მართალია, ვიდეო არ გამირჩევია, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ გამომწერის ვიდეო უფრო პრიორიტეტში დავაყენე, პირველი ამას გავარჩევ. ერთი ეს და მეორე ის, რომ თან ეს არის NL5 და ვფიქრობ, რომ მიზნობრივი ავტორისთვის უფრო საინტერესო ლიმიტია. შესაბამისად, ვილაპარაკებთ აქ ვესწრებით, რომ ვიპოვოთ ესეთი არაოპტიმალური გათამაშების ხაზები და გავხადოთ უფრო მეტად ოპტიმალური. ეს იქნება ჩემი მიზანი. აქვე დავამატებ, რომ სხვაებსაც შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ვიდეოები, ჩაიწერეთ დაახლოებით 9 საათი, ეს ვიდეო არის დაახლოებით 9 საათი და მე მგონი საკმაოდ ნორმალური ზომაა, თავის გარჩევიან ყველაფრიანად, ალბათ ერთი 40 წუთამდე რომ გამოვიდეს. ხო, თან მოდი იმას დავაყენებ 1.25 სიჩქარეს, ვინაიდან 4 მაგიდაა და ვფიქრობ, რომ მოვასწრებთ ყველაფრის დანახვა სასაჭიროა, რამე უკანაც გადავახვევთ, ეგეც არ იქნება პრობლემა და ხმას გამოვურთავ. კაი, მოდი დავიწყოთ ახლა ვიდეოს ყურება. და თან დავაკომენტაროთ რაღაცა საინტერესო სიტუაციები. წავედით. ტუზვალეტი. ხო, აი ხა პირველი აქ რაც მოხდა თვალში ეს არის აი ტუზვალეტის cold call. რასაც ახლა ვერ იტყვირო, ცალსახად ვერ იტყვირო, ან შეცდომაა. მაგალითად ახლა აქედან რომ full stack ყოფილიყო ოპონენტი, შეიძლება და დავუშვათ რა იზოლეთის გაკეთება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ამ სტეკზე, როცა აი ამ ზომის სტეკს ვეთამაშებით ამ სიტუაციაში, small blind-დან დაყრა შეცდომა ნამდვილად არ იქნებოდა. ასე რომ ეს არის სიტუაცია, რომელშიც შეგვიძლია ეს ტუზვალეტი დავყაროთ, არანაირი პრობლემა არ იქნება ჩემი აზრით. გავაგრძელოთ ყურება. ხო, აი ისე იგივე არა, ცოტა უფრო განსხვავებული, მაგრამ უფრო უარესი სიტუაცია ჩემი აზრით. ეს სტუდენტიანი აი ცალსახად ფოლდი არის რა. მოდი აქვე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ cold call-ი ზოგადად ამაზე სხვა ვიდეოებში ვილაპარაკე, პროფილ მოდელის ვიდეოებში ვილაპარაკე, რომ არის cold call-ი ისეთი ფუნქცია, საერთოდ ისეთი ოპცია, რომელიც აი მიკროლიმიტებზე, მithmetes აი NL5-ზე შეგვიძლია თითქმის საერთოდ ამოვიღოთ იმისთვის რა. თითქმის საერთოდ ამოვიღოთ. აი მარტო ძალიან ხელსაყრელ სიტუაციებში სეტოლიუზე ვითამაშოთ რა. ეს არის ხოლმე ლიქი, რომელშიც ჟონავს აი მიკროლიმიტების სპეციალისტის win rate-ი ყველაზე დიდად. მოდი ახლა ამას მე ვნახავ უცებ სიტუაციას ვნახავ GTO Wizard-ში და ეს არის MP cut-off-ზე. მოდი ნახოთ აი MP cut-off-ზე დაახლოებით ისა UTG-ს მივცეთ fold-ი, ახლა აქ არის NL50 იდეაში და ოფერეიზები არის მითითებული ესე თავისი ნასტროიკებით 2.5 blind-ი. და მოდი აღარაფერს აღარ შევცვლი პირდაპირ ესე ვიანგარიშოთ და აი cut-off-ის range-ი ვნახოთ აი დაახლოებით როგორი უნდა იყოს MP-ზე. MP-ზე კი არა და MP-ს ოფერეიზის წინააღმდეგ რა. 10% არის ტრივეთი და ოღონდ აქ იგულისხმება, რომ MP-ს ოფერეიზის range-ი ანუ გაცილებით დიდია, ვიდრე საერთოდ არის ხოლმე აჭარაზე. და 10% არის ტრივეთი და საერთოდ არის cold call-ი რა. ტუზათიანი როგორც ხედავთ მიდის fold-ში. ოღონდ აქ ხა რა სიტუაციაა? ამას დავამატებ ეგეთ რაღაცას, რომ აქ არის სიტუაცია, სადაც ჯერ ერთი 100 დიდი blind-ით არის ოპონენტი, მეორეც ერთი 2.5 blind-ს არეიზებს და მესამეც ერთი უბრალოდ ლუზური range აქვს, ვიდრე აჭარაზე იქნება. შესაბამისად, აი ამ სიტუაციაში ეს სიტუაცია რო თარგმნოთ აჭარაბეთის ენაზე, ჯერ ერთი იმიტომ რომ უფრო დიდი საიზინგით არეიზებს ოპონენტი, უნდა შევავიწროვოთ. აქ 3 blind-ს არეიზებს, ხო? ზოგადად 4-ს არეიზებს. ეხლა აი ტუზვალეტის შემთხვევაში 4 blind-ს არეიზებდა. უნდა შევავიწროვოთ ჩვენი range-ი. ის რომ პატარა სტეკი აქ უნდა შევავიწროვოთ კიდე. ის რომ რეიქის წნეხი ბევრად რო დიდია ვიდრე GTO Wizards წარმოუდგენია, იმიტომ რომ საერთოდ რეიქის გარეშე ვთამაშობთ ჩვენ აჭარაბეთის NL5-ს
და სრულ 5% RX ვიხდით, რაც ალბათ ჩვენი პროფიტის ნახევარია დაახლოებით, შეგვიძლია მეტი. გააჩნია რამდენი პროფიტი აქვს მოთამაშეს, მაგრამ აი ეს ნორმალური ჩვეულებრივი რეგულარის ნახევარი პროფიტი დაახლოებით ბრეიქში მიდის. შესაბამისად, აი აქ მთელი აი ეს ერთი ფერის ტუზიქსები, მთელი ეს აი რაღაცა სლავი ბროდვეი რა, რაღაცა სხვადასხვა ფერის კაროლ ვალეტი, აი ეს ოდნავ ცოტა რაღაცა რო ტრიბეტში მიდის, ეს ყველაფერი ფოლდში მიდის, აი. ამას რო უწერია და უშუალოდ GTO Wizards რო უწერია, რომ აი ნაწილობრივ ქოლი, ნაწილობრივ ფოლდი, შენ ჩათვალე ჩვენთვის ყოველთვის ფოლდი არის ეგ რა. მე ამ სიტუაციაში ხა, აი ამ სიტუაციაში ქოლით თითქმის არაფერს არ შევიყვანდი. უბრალოდ ამ სიტუაციაში რაღაცებს ქოლით შევიყვანდი, მაგის გამინდოდა და აი ამ სიტუაციაში კიდე თითქმის არაფერს არ შევიყვანდი რა. ქოლით, ანუ ტრიბეტსა და ფოლდს შორის გავაკეთებდი ყოველთვის არჩევანს რა. აი ეს არის. ძლიერი ბროდვეი, ერთი ფერის ტუზვალეტი და უკეთესი სხვადასხვა ფერის ტუზავა შეიძლება დაატრიბეთო ეს სიტუაციაში. დანარჩენი სუსტი ბროდვეი სხვადასხვა ფერის კაროლ დამა ტუზვალეტი შეიძლება პირდაპირ უბრალოდ დაყარო. არანაირი პრობლემა არ არის მაგისი რა. ეგ არის და ეგ. ქოლით შეიძლება შეიყვანო მარტო იმ შემთხვევაში, როცა უკან იცი რომ კარგი სტეკები ცხედან ოპონენტები შეიძლება სეტოლიზე შეიყვანო რაღაცა 6-იანები, 7-იანები, 8-იანები რაღაცა ეკეთები და 9-იანებიდან ზევით დაატრიბეთო. ეგ არის და ეგ. ქოლ, აი მინიმალური ქოლ. მოდი ნახოთ აი კატოფს დავაყრევინოთ, აი ბატონზე ნახოთ. აი ბატონზე შემოაქვს აი უკვე ქოლი ძალიან პატარა რეინჯი. ჩვენ კიდე უფრო პატარა უნდა დავქოლოთ და ხო, ნუ აბა small blind-ის ნახოთ. აი small blind-იც აი 2%-იანი ის აქვს რა. აი სხვადასხვა ფერის ტუზვალეტი ხდები რომ ანუ არ არის ის ხელი, რომელზეც აი ნაწილობრივ ტრიბეტში და ნაწილობრივ ფოლდში უშვებს რა. ეგ არის და ეგ. ანუ fold equity გააქვს ოპონენტთან, ტრიბეტი არა გაქვს და ფოლდია. ეგ არის და ეგ. კარგი, მოდი ისევ ვიდეოზე გადავიდეთ. უბრალოდ ეს ეხა ამ შემთხვევაში ეგრევე ვიდეოს დაწყებიდან ორი ცალი ქოლი რახან მოხდა თვალში. მინდოდა ამაზე გამამახვილებინა ყურადღება, იმიტომ რომ მიკროლიმიტებზე ეს არის აი ძალიან ხშირი შეცდომა, რომელიც ჭამს ჩვენს win rates და მე თვითონაც ასე ვთქვათ ეს ცოდვა მქონდა კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრ ამას ვქოლავდი რა. აი გავაგრძელოთ ყურება. ჯერ ვიდეო არ დაგვიწყია და უკვე 10 წუთი ვილაპარაკე რაღაცა. ოკეი, ხა მოვხვდით ფლოპში. ნუ გასაგებია უკვე დანარჩენი ეს ფლოპში მოხვედრის მერე უკვე დანარჩენი ყველაფერი სწორად არის გათამაშებული. მაგაზე უკვე საუბარი არ არის, უბრალოდ პრეფლოპი, ხო, აქვე დავამატოთ ის ფაქტიც, რომ ნუ ხა მინტრიბეთი ხა ჩოლებადი ქოლება. ის ფაქტი, რომ GTO Wizard-ი, ანუ ეს პროგრამა, პრეფლოპ მოდელი არის უფასო და პლუს 10 დარიგებას დღეში გაძლევს საშუალებას, რომ 10 დარიგება ითამაშო ანუ GTO ტრენაჟორზე რა, ტრენაჟორზე. და რავი, გამოიყენეთ, დაათვალეთ ხომ რაღაცები, ოღონდ იცოდეთ, რომ უნდა გადმოითარგმნოს ეგ ყველაფერი ჩვენს ასე ვთქვათ სიტუაციებზე. ანუ პირდაპირ copy paste-ით არ ჩაჯდება რა. უნდა გადმოითარგმნოს ჩვენ სიტუაციებში. ანუ ოპონენტს როგორი სტეკი აქვს, ვინ არის ჩვენთან ოპოზიციოთ, ვინ არის ჩვენთან პოზიციაში, რა ლიმიტს ვთამაშობთ, ანუ რა მხელარა იქის წნეხია და ასე შემდეგ რა. ოპონენტებს რა სავარაუდო რეინჯები აქვთ, ხო? მაგას GTO ტრენაჟორში ყველა GTO რეინჯი აქვს და ჩვენ შემთხვევაში კიდე აშკარად განსხვავებული რეინჯებია. ვიღაცები არაფერს არ არეიზებენ, რავი, ყველაფერს ლიმპავენ და რავი, მარტუზები რომ მოუვათ, მაშინ არეიზებენ და ხო ხდები, ანუ როცა ეგეთ პასიურ ოპონენტს ეთამაშები, მან რავი, სხვადასხვა ფერის ტუზ დამაც ჩვეულებრივად შეიძლება ფოლდში გაუშვა. UTG-დან ტიპი რომ 5 ბლაინდს არეიზებს, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ანუ რავი, ხა GTO ტრენაჟორში, ეხა სიმართლე გითხრა, არც ვიცი როგორ უნდა შევცვალო ეგ ისა საიზინგები და ეხა არ ვისწავლი ეხა ამ ვიდეოს მსვლელობისას. დროს წამართოს და რავი, მან რომ ეგეთ სიტუაცია მივიდეს, რომ 5 ბლაინდა არეიზა ტიპმა იმიდანო, რა ქვია, UTG-დანო, რავი, შეიძლება ყველაფერი დაყაროს რა, ანუ ტუზდამას, სხვადასხვა ფერის ტუზდამას უეჭველი დაყრის სავარაუდოდ. ასე რომ აი ეს ფაქტორები გაითვალისწინეთ. წავედით. აქ საკმაოდ გონირული ზონია. ვიგრა რომ ბევრი უარესი ხელი გადაიხდიდა, მაგრამ აი ამ 10-იანის მოსვლაზე უკვე ხო, გავიდა რა, ველიუბეთი გავიდა, მაგრამ მაინც აი ესეთი მომენტი იყო, რომ აი ველიუბეთი იყო, მაგ დამით თუ ბლეფი უკვე გარჩევაძნელი იყო, ხა ცალკარზე როცა დაიხურა სტრიტი, მაინც ჩეკ-ჩეკი ალბათ უფრო სტანდარტული ჩეკ-ჩეკი იქნებოდა, მაგრამ ისეთი ძალიან ისეთი კრეატიული ველიუბეთი გამოვიდა, ვერაფერს ვიტყვი.
ისა ვალიდათიანი სტანდარტული ჩეკია, რა თქმა უნდა, როცა 4 ოპონენტი ყავს აუცილებელი. ანაკ ეხა ესეთ სიტუაციაში ბანკზე ხარ მიმული, მაგას ესეთი აი შორტ სტეკები, აი ეს არის შორტ სტეკები, რომ ხადახან დამავალეთ გვიწევს პრეფლოპ ოლინების თამაში და მაგისთვის მზად უნდა ვიყოთ წინასწარ, ანუ როცა ბევრი შორტ სტეკები არიან რა ლიმიტზე. ეგ არაფერი. დამაცხრიანით რავი შეიძლება რეიზი, შეიძლება ჩეკი, ჩვეულებრივად არც ერთი არ იქნება შეცდომა. უკვე მანდ ოპონენტებს გააჩნიათ თუ მაინც რამე folds მაინც ხედავ ოპონენტებთან შეიძლება დარეიზება, მაგრამ როგორც წესი ყველაფერს ქოლავენ შესაბამისად ჯობით დაჩეკო. 30 ხა თავისი ხო აი 30 ხა რა შეიძლება ითქვას ისი ვამბობდი თავისი თამაშობს მეთქი და ანუ სიბეთია მეთქი ხა პირველი ინტუიცია ჩემიც ეგ იყო, მაგრამ მე უცებ დავფიქრდი იმაზე რომ ანუ მიუხედავად იმისა რომ ორი ოპონენტია ზოგჯერ იმდენად მშრალი ფლოპია რომ შეგიძლია დაჩეკო რა 30. ეხლა ამ სიტუაციაში ალბათ დაჩეკვა ჯობდა რა, იმიტომ რომ ძალიან მშრალი ფლოპია რა. ანუ რა უნდა ქონდეთ? კი, შეიძლება ქონდეს რაღაცა ხუთიანები, ექვსიანები რაღაცები, რასაც გადაახტევინებ ხო, მაგრამ მაგ კარტების არ გეშინია, იმიტომ რომ ორი აუტია რა და ის ორ აუტს უდაუდებს ხო ჯანდაბას რა. პეზიში ეგ ჰენდები მაინც იხდის და იმ ორ აუტს მაინც დაუდებს. შესაბამისად რაღაცა ძალიან არაფერი რო უჭირავთ ხოლმე შეგიძლიათ დაუჩეკოთ და თერზე იქნება იმათგან რაღაც ბლეფის მაგვარი მიიღო ეს ძალიან მშრალ ფლოპებზე. მე რო გავაკეთებ იმას, რო გავაკეთებ ანუ პოსტლო მოდელს ახლა ნელ-ნელა ვაკეთებ რა ცოტა ესეთი რამია. გავაკეთებ აუცილებლად მაგასაც რომ ვილაპარაკებ slow plays-იც რა, რომ რა სიტუაციებში შეიძლება slow play და იზუსტად ეხავე დავაანონსებ მაგას, მაგრამ დავასპოილერებ, რომ ანუ ის არის slow plays მუღამი, რომ როცა ძალიან არაფერს არ ედება ოპონენტების რეინჯები და ჩვენ ძალიან ძლიერი ვართ, აი მაგ სიტუაციაში, ანუ მშრალ ფლოპებზე მონსტრებით, აი ხა ტუზები რო გეჭიროს და დაარეიზოთ რაღაცა ფლოპი დადოს რაღაცა ტუზ-9 სამიანი, სხვადასხვა ფერის მან აგრესიის გაგრძელებას აზრი არ აქვს სიტყვაზე რა და აი ეს ტუზ-9-ს დაახლოებით გავს სიტუაცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი ოპონენტი ყავდა რა. თორე ისე ზოგადად, რა თქმა უნდა, ორი ოპონენტი როცა ყავს, თითქმის ყოველთვის value-ზე აგრესია უნდა გააგრძელო. სამიანებსაც შეეხება fold-ი ნაღდად არ არის შეცდომა, მაგრამ აი ესეთ სიტუაციაში overlimp-იც არ იქნებოდა შეცდომა რა, დავუშვათ ერთი ბლაინდი რო გადაგეხადა და გენახა ფლოპი რა, მოვიდოდა სამიანი, იქნება რამე მოგეგო, არ მოვიდოდა, არ მოვიდოდა, ხო? დავუშვათ შეიძლებოდა, მაგრამ fold-ი ნამდვილად არ არის შეცდომა, ანუ ზოგადად აქ ზედმეტი fold-ები პრობლემა არ არის რა. ანუ ესეთი ლიმიტია, სადაც ის შიში არ უნდა ქონდეს მოთამაშეს, რომ აი ზედმეტ ხო არ fold-აო და მაგით ხო არ კარგავ win rates თუ რაღაც ეგეთი რა. კაროლდა მაგაც ალბათ ტრიბეთი ყველაზე გამართლებული იქნება. რატო? იმიტომ რომ ოპონენტი ესეთი შემცირებული საიზინგით არის 3 ლიმპერის წინააღმდეგ 3 ბლაინდს იხსნება. აინდამაინც ძლიერ ხელზე ეს არ მეტყველებს რა. ამასო სტანდარტული რეიზი გაეკეთებინა, აი მაგალითად 3 ლიმპერის წინააღმდეგ 6 ბლაინდი გამოსულიყო, 5-6 ბლაინდი გამოსულიყო. ეს კაროლდამა პირდაპირ fold-ში წავიდოდა ჩემი აზრით რა. დაქოლვა ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც არ ღირდა ჩემი აზრით, აი დაახლოებით ეგეთი სიტუაცია. აქ მე არ ამგონია რომ სიბეთის დიდი ის კონდეს გამართლება უპოზიციოდ ორ ოპონენტზე თან ერთი short stack-ია. საერთოდ equity არა გვაქვს, აქ პირდაპირ check fold-ი ჩვეულებრივად. ანუ უპოზიციოდ სიბეთები ისეთი თემაა რა. ანუ ცოტა სიფრთხილეს მოითხოვს რა. პოზიციაში როცა უკვე ოპონენტებთან ჩეკი მიიღე. მაგას უფრო თავისუფალი ხარ რა და ჩორობთ 1/13 თითქმის რეინჯი მეტი გაქვს, ანუ ძალიან დიდი ისა გაქვს. უკვე მაგას უკვე ბორდებს გააჩნია, მაგას მე პოსტლობის ვიდეოში კარგად ვილაპარაკებ მაგ თემას. კარგი საიზინგია, იზოლეიტი ეს მომწონს. აი ეს ახლა აი პოზიციაში, ანუ წეღამა პოზიციად იყავი. აქ ხო, ნუ კი ბატონო, ნახევარი პოტი. ჩვეულებრივად შეიძლება შეიძლება აქ ცოტა ნაკლები, ანუ შემცირებული საიზინგი გახვიდე ხოლმე, იგივენაირად იმუშავებს, ანუ ისიც არ არის პრობლემა, რომ დავუშვათ, როცა ძლიერი ხარ, მეტი გახვიდე, როცა ასე ვთქვათ, როცა სუსტი ხარ ნაკლები, ეგეც არ არის პრობლემა, ან მაგასაც ვერავინ არ შეამჩნევს ამ ლიმიტზე და დისტანციაზე რაღაცა ცოტა ეკონომიას გააკეთებ რა. ეგეც არ არის პრობლემა. დავუშვათ რაღაცა value hand-ებით რაღაც გახვიდე 3/4-დი და ბლეფით გახვიდე 1/13, ხო? 95% სიტყვაზე. ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ნუ მთლად ეგრე value-ზე და ბლეფზე არ უნდა დავშალოთ უბრალოდ. ანუ ბორდიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ რა, იმ შრალ ბორდებზე შეგიძლია 1/13 სიტყვაზე პლუს 20 ბლეფობ
და დავუშვათ როცა შედარებით გადატვირთული ბორდია და დიდად არ გინდა რომ ოპონენტებს თერნი ანახო, მაგ დროს ცა დიდი საიზინგით. ან როცა ფიქრობ რომ შეიძლება ოპონენტთან 2 ბარელი დაგჭირდეს იმისაც რომ დააყრევინო, მაგ დროს ჯობია პირველი პატარა გააკეთო, მეორე დიდი რა. დავუშვათ 1/13, მერე 3/4. ხო, ესე იგი, ცხრიანები გადასარების აიზინგი იყო ჩვეულებრივად ვალეტებით ეს ეხა 3x-ი კი ერთი შეხედვის ის არის სტანდარტი, მაგრამ უპოზიციოთ აუცილებლად 4x-ი, 4x-ი იქნება გამართლებული. კი, ოპონენტის სტეკი ძალიან პატარა სტეკი აქვს ამ სიტუაციაში შეიძლება აქედან გამომდინარე დაატრიბეთ ცოტა შემცირებული საიზინგით, მაგრამ ზოგადად უპოზიციოთ 4x-ი და თან 2 ბლაინდს როცა იხსნება, 2 ბლაინდის წინააღმდეგ პოზიციიდანაც 4x-ი ჯობია ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ რაღაცა ძალიან კარგი შანსები ეძლებათ ხოლმე ოპონენტებს როგორც წესი რომ დაქონონ ეს 6 ბლაინდი ტრიბეთი და შესაბამისად ისევ ანუ პოზიციაშიც კი 8 ბლაინდი იქნება გამართლებული რაღაცა და უპოზიციო 9 მაგალითად 2 ბლაინდი რეიზის წინააღმდეგ. ნუ კი აქ შემცირებული სტეკია, პატარა სტეკია და მაინც დიდი საიზინგი დავარეიზებდი რა. გამოიცა. ხო, ტრიბეთი ორმა ოპონენტმა დაგვიქოლა და ხო, ნახევარი ბოტი. ხო, აქ არისო აუცილებელი, ჩემი აზრით, აგრესიის გაზრდა. მაინც ორი ოპონენტი ყავს ტრიბეთ ბანკში, აქ ძალიან ბევრი ტუზი იქნება, ანუ უბრალოდ ამ ორი კაცის რეინჯში, ანუ რომლებმაც ორი ტრიბეთი დაქოლეს, ანუ ტუზი იქნება ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან ხშირად და შესაბამისად შეგელო დაგეჩეკა, ანუ და ამ სიტუაციაში შეიძლება ტუზის დაგეჩეკა ხოლმე, როცა ტუზი გეყოლებოდა და ანუ პრობლემა ანუ არ იქნებოდა ამ სიტუაციაში. და რაღაც როგორც შოუდაუნველი ხელი ესე გაგეთამაშებინა, ანუ გაგეტრია შოუდაუნზე, რაც შეიძლება იაფად რა დაახლოებით რაღაც ეგეთი. თანამედროვე იქნება რამე მოსულიყო. ნუ ეხა აქ უკვე ბანკზე მიმული ხარ. აქ ანუ ორი აზრი არ არსებობს, ფოლდია, ცხრიანები. ნახეთ 10-იანები საბოლოოდ. აი ესეთი თემაა, რომ აი როცა იმათ ტუზი არ ყავთ რა, იმათაც ანუ ის ტუზი მაგიდაზე რო დევს, ანუ ეს იმათვისაც დისკომფორტი არის რა. და შესაბამისად ანუ შენ ამ ვალეტებს უკვე როგორც შოუდაუნ ანუ ხელის რეალიზება, ანუ შოუდაუნელის რეალიზება არ გაგიჭირდება. ანუ არსებობს ეგეთი გამოთქმა, აი მანქანის მე არ მართავ მანქანას საერთოდ, მაგრამ ვინც მართავს მანქანას, მაგათგან გამიგია ხოლმე, რომ ანუ შენ არ ერიდები მხოლოდ ისინიც გერიდებიან, ეგეთი გამოთქმა არსებობს. ანუ სხვა მძღოლებიც გერიდებიან, მარტო შენ არ ერიდებიო. აქაც დაახლოებით ეგეთი თემა, ანუ სხვა მოთამაშეებსაც უქმნის ხოლმე რაღაცა დისკომფორტს, მაგალითად ტუზი, როცა შენ სიტყვაზე კაროლები გიჭიროს და დაარეიზე და ფლოპზე ტუზი დადო, თუ ტუზი არ ყავს, ეს ტუზი იმათაც უქმნის დისკომფორტს რა. მით უმეტეს, როცა შენი რეინჯი უფროა ტუზი, ვიდრე იმათი რა. გასაგებია, მანდ არაფერი არ ყოლოდა, დაახლოებით კაროლ დამაქონდა ან რაღაც ეგეთი. ნუ სიბეთი მანდ ყველა ვარიანტში უფრო საჭირო იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ fold equity მიგეღო. ტუზ კაროლი. კარგი სიბეთია. აქ უკვე ჩეკი ჩვეულებრივად და ჩეკი. ვა, წავიღეთ კიდევაც. ხო, ანუ როგორც წესი მეორე ბარელი ამ შემთხვევაში კი იმუშავებდა ეს თეორიულად, მაგრამ ბლეფზე მეორე ბარელი რაღაცა ან გაძლიერების შემთხვევაში მუშაობს ხოლმე, ან რამე კონკრეტული ოპონენტის შესახებ თუ გვაქვს ინფორმაცია, რომ მეორე ბარელზე ეცემა. ხა ვიღაცა რეკრეაციული მოთამაშეები როგორც წესი თუ არ შეიცვალა თერნზე რამე, ანუ არ უყართ ხოლმე რა დაღრა მაინც. თუ რამე მაინც ყავთ, ასე თქვათ, თერნზე არ უყართ ხოლმე დაღრა. ხო, აქ ისე უნდა მეკითხა მე. ანუ ეს ნიშნულები რას ნიშნავს? როგორც ყავს ოპონენტი მონიშნული, მაგრამ არა უშავს. მაგის გარეშეც რამენაირად ხო, აი ეს ორგანებით open limp ეს არ გინდა, ამოიღე საერთოდ იმიდან, შეხედე big blind-ზე 20 blind ტიპის. ის უბრალოდ დაყარე ორგანები, არანაირი პრობლემა არ არის. ჩვეულებრივი მოვლენა არა.
ანუ open limp-ები, მოკლედ არ არის რა, მაინდა-მაინც სასარგებლო რაღაცა, იმიტომ რომ მე ვიღაცა წამოვა იზოლირებაზე, მე ის იზოლეიტი უნდა დაქოლო და ან ეს გამოდის რომ საბოლოოში არ ახასაღრად სიტუაციაში ხვდები, იმიტომ რომ face-up-ი ხარ რა. ყველა მიცის რომ რაღაც დაახლოებით ორიანებისნაირი რაღაცა გიჭირავს და მე ანუ პოსტო გათამაშებაში უფრო დაბალი ალბათობა რომ ვინმე რამე გადაგიხადოს. ოტბეთი მომწონს ეს საიზინგი, ანუ არ და მოერიდო რა, რომ მოგიო რაღაც კაი საიზინგი. მithom ეს გადატვირთული ბორდი, ხო? აი წეგან დაახლოებით ამაზე ვლაპარაკობდი. აი გადატვირთული ბორდია და დიდი საიზინგით ჩააჭირე, ხო? აი ძალიან სწორია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება ქონდეს აქ ოპონენტს, ხო? სასტრიტეები, საფლეშეები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ეს ძალიან კაი ისეო. კარგად, ანუ მაგრამ აი აქ უკვე რთული სიტუაციაა, დიდი ალბათობით დასაყრელია რა. ფოლდი არა საუბრობ. ფოლდი. აჰა, კაი ფოლდი, სავალ. ეს მართლა კაი ფოლდია. კაი ფოლდი. სადაშორის ეს Yandex ბრაუზერი, რითიც თამაშობს ეს ადამიანი, სავარაუდოდ მეც დავიწყებ ამის გამოყენებას ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ ერთი პანელი აქვს და მაგიდა უფრო დიდია, ვიდრე მაგალითად Microsoft Edge-ზე, რაზეც მე ვთამაშობ, ან Google Chrome-ზე. მეც ამას გამოვიყენებ. ზოგადად ძალიან კარგი იქნებოდა რომ ამ რუმებს კლიენტი კონდეს და ბრაუზერის ვერსიით არ გვიწევდეს თამაში და არა და ქონდა აჭარას კლიენტი და რა უყვეს ის კლიენტი მე არ ვიცი რა ვითომ პროგრამა შეცვალეს და სოფტი შეცვალეს და ისეთი სოფტი გააკეთეს რომელსაც კლიენტისათვის აღარ აქვს და რა მანამდე ქონდა სოფტი რომელსაც კლიენტი ქონდა და ყოფილიყო ის სოფტი ხა კი აქ არის რაღაც დამატებული რაღაც ფუნქციები მაგრამ ნუ ხო გასაგებია რა შეიძლება იმაზე ვერ ამატებდნენ რაღაც ფუნქციებს და მაგიტომ ოთხი მაგიდა სავსებით ნორმალური რაოდენობაა მაგიდების უკვე. ანუ ნორმალური დისტანციის დაგროვება შესაძლებელია უკვე 4 მაგიდაზე რა. მაგრამ აი 4 მაგიდაზე როცა თამაშობს ადამიანი, ანუ ცოტა მოწყენილობისგან ზედმეტ დარიგებების თამაშის რისკი დგება ხოლმე რა. რა შეიძლება რაღაც გაგზავნოს, შეიძლება ნახევარი საათი ისე გავიდეს, რომ вообще ექშენი არ იყოს რა. ეხლა 4 მაგიდაა მაინც და პატარა დისტანციაა რა. რაც ნახევარ საათში ალბათ რაღაც ერთ 4 მაგიდაზე რაღაც ესე ალბათ ერთი 200 დარიგებამდე ითამაშებს ადამიანი, ცოტა ნაკლებს რა. 200 დარიგებაზე ცოტა ნაკლებს ითამაშებს. ანუ საათში ერთ მაგიდაზე 100 დარიგებაზე ცოტა ნაკლები ითამაშდება რა. სადაც 70 შეიძლება 80. ხა 150, 160 დარიგებას რო ითამაშებ დაუშვათ. საერთოდ ექშენი რო გიქნება, ეგ ხა მეტნაკლებად ჩვეულებრივი მოვლენაა და რაღაც მაგდროს დგება ხოლმე რისკი რომ რაღაცა რეინჯიდან გახვიდე, რაღაცეთი ხელები შეიყვანო გათამაშებაში, რაც არ იყო მაინდა-მაინც საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მithom ეს თუ აგებდა ცოტა დაკამბექება გეჩქარება რა, ეგეთი მომენტიც არის, ეს უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორებია რა. ასე რომ როცა 4 მაგიდას თამაშობ, აი მასეთ რამეებს უნდა მიაქციო ყურადღება და უნდა ეცდილობდე რომ მაქსიმალურად აი ცნობიერად თამაშობდე და ანუ ყველა გადაწყვეტილებას ასე თქვა აი ამ რაღაცა ლოგიკურ მექანიზმში ატარებდე და ისე იღებდე რა და მერე უკვე მაგიდების რაოდენობის დასთან და ლიმიტების დასთან ერთად ეგ გამოცდილება ძალიან დაგეხმარება რა.
ზოგადად ეს ლიმიტი სასურველია, რომ მალე გაიაროს ადამიანმა. აი ესე რაღაცა საბაზო სტრატეგიის, ანუ კარგად დამუშავებისთვის და პატრა ბანკროლის აშენებისთვის რო გაზარდო ლიმიტი, ეს ძალიან მშვენიერი ადგილია ჩემი აზრით. მაგრამ ნახე შემოსავლის ამბავში მაინც NL5-ია რა და ალბათ ყველა მოთამაშეს უნდა რომ ლიმიტი მალე გაზარდოს. შესაბამისად ვინც ამ ლიმიტს თამაშობს სასურველია რომ ანუ თეორიას, ანუ აქტიურად ასე ვთქვათ ეცნობოდეთ, ანუ თეორიულ ნაწილს პოკერისას იმისაც რომ გაჩენა მალე დაძლიოთ ეს ლიმიტი რა. და აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ ლიმიტის გაზდაში და ზოგადად პოკერში განვითარებაში არა მარტო ამ ლიმიტზე, არამედ ყველგან განაღდებები არის ხოლმე ძალიან პრობლემური რაღაცა რა. ეს ათიანების დარიგება სანახავია ერთი რა. მოდი ეს ათიანების დარიგება ერთად თავიდან ნახოთ. მე გავერთე რაღაც ლაპარაკში. კაი, წავიდა. ესე იგი, იზოლირება გავაკეთეთ. კარგად და აქ შეცდომაა სიბეთი, ანუ 2 კარტა მოვიდა და 5 ოპონენტი არის ჩვენ წინააღმდეგ. აი ეს ძალიან ესეთი უცნაური სიტუაცია. ხშირად ახდება ხოლმე, მაგრამ იზოლირება დაქოლა 5 ოპონენტმა. აქ უბრალოდ შეუძლებელია, ანუ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ვინმეს მაინც არ ქონდეს ან ტუზი, ანუ ტუზი რა. ანუ ამ 5 ოპონენტიდან ვიღაცას უეჭველი ექნება ტუზი და ტუზი დამყრელი რო არავინ არ არის, ეგეც გასაგებია რა. კი, ათიანებია, ლამაზი ხელია, მაგრამ ჩეკი და მე თუ ვინ დაარიზებს ფოლდი არის, აი აქ ერთადერთი გზა, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. ეგ არის და ეგ. მე გავედით. მივიღეთ 2 კოლი, რა თქმა უნდა. და აი რივერის გასვლას უკვე არანაირი აზრი არ ქონდა. კი, გასაგებია, შეიძლება ფიქრობდი იმას, რომ დავუშვათ შევა ტუზი დააყრევინო ოპონენტს, რაღაცა ფლეში დაიხურა რაღაცა, მაგრამ უბრალოდ მაგის იმედად არ არის ხოლმე რა ფსონების გაკეთება. როცა ოპონენტს ესეთ ძლიერ ხელზე სწავ როგორც არის ტოპ წვილი, NL5-ზე დიდი გამართლება არ აქვს მასეთ რეინჯზე შეტევას რა. ეგეთი თემა. იმიტომ რომ როგორც წესი არ დაგიღლის არავინ. აი ძალიან აი ესეთი რაღაცა 200 plus IQ დარიგებებს უნდა მოერიდო რა ამ ლიმიტზე. ამ ლიმიტზე ზოგადად ძალიან ბევრი ლიმიტზე რა. ანუ ეხლა ჩვენ ისე წარმოგვიდგენია რაღაცა NL200 და NL100 დოლარის სიტუაცია, ხო? NL200 დოლარის ლიმიტი, მაგრამ რა ვიცი, ჩვენ NL200 ტრენერებს რო უყურებ, რა დაახლოებით იგივე პოსტულატებით თამაშობენ. იგივე თავარი პოსტულატები და გზავნილები აქვთ, რაც იდეაში ჩვეულებრივად მუშაობს NL200-ზე და იმადაც. ნუ არის ხოვობა რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ესეთი მით უმეტესად რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ თამაშობ, ლიმიტის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ესეთი სწორხაზოვანი ტაიტი პოკერი მუშაობს რა. ეგ არის და ეგ. ყველა ლიმიტზე, ყველა რუმში. აქ მე ჩეკის, ხო, რივერზე დავჩეკავდი, მეთქი მაგ უნდა მეთქვა და ხო, როგორც შევანჩნია ოპონენტს აქვს, ოპონენტს კიდე და მოთამაშეს, ანუ ჰიროს ჩვენს გმირს დღევანდელს აქვს open raise 5 დიდი ბლაინდი. მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადამეტებულია, 4 დიდი ბლაინდი მე მგონი საკმარისი იქნება რა open raise. აქ ჩემი ყავისმის ხმები თუ გესმით მეგობრებო, მაპატიეთ. დამავიწყდა მიკროფონის გათიშვა. ხო, ეს ახლა ალბათ მისკლიკი იყო, იმიტომ რომ აქამდე არ მოხვედრია თვალში. აქამდე იზოლეის ჩვეულებრივი საიზინგით აკეთებდა. ან შეიძლება იმით იყო გამპირობებული, რომ ოპონენტები არიან შორტსტეკები რა. მაგრამ თუ ეს ამბავია, რომ ოპონენტები არიან შორტსტეკები და პატარა იზოლეიც აკეთებ, ხო? მაშინ საერთოდ გადაყრაჯობია რა. ანუ ჩვენ რო შეიძლება დაყარო ეს დამაათიანი, არაფერი გადასარევი არ არის ამ ხელში, როცა ესეთი შორტსტეკების ხედან უბრალოდ გადაყარე და ეგ არის და ეგ. ზოგადად, აი ხა მე რასაც უყურებ
ამ მოთამაშის თამაშს საქმე არის ცოტა უფრო დატაიტებისკენ წასაყვანი რა. ანუ ცოტა უფრო ხელსაყრელ სიტუაციებზე დაავდება, იქნება გამართლებული. ცოტა უფრო მეტი ესეთი მოსაზღვრე ჰენდების დაყრა პრეფლოპზე რა. სადაც აი მაგალითად დამა 10-იანი რაღაცა ეგეთები, აი ისეთი არაფერი ჰენდები შეიძლება უბრალოდ დაყრა. როცა შორტსტეკია გათამაშებაში, როცა თა ყველაფერს ქოლავს არაფერს არ აქვს. ეს 30-იანი ხა აქ ცხადია რა ფოლდია. დაყარა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიდეო გვაქვს, საკმაოდ ესეთი მოიცა ეს დარიგო ნახოთ თავიდან. საკმაოდ ესეთი ბევრი საინტერესო რამე მოხდა, მეთქი მაგის თქვა მინდოდა. ეს კაროლათიანი აქ არ ღირს დაქოლვა, არანაირად, ან უბრალოდ არაფერი პოჩი ინვესტირებული არ აქვს, კაროლათიანით ხა არაფერთან წინ არ ახარ, რავი. არაფერთან როგორ არ ახარ, მაგრამ ნუ მოკლედ ასე ვთქვათ, კაროლათიანი არ არის ის ხელი, რომელსაც პრეფლოპ ოლინის თამაში ისურვებდა ადამიანი. პირიქით ესეთ კარატიშებს უნდა მოვერიდოთ ყველანაირად, რაც არ უნდა მანიაკი იყოს, რავი, ტუს სამიანი სხვადასხვა ფერის რატო არ ეჭირება რა და უშვათ ან სამიანები რატო არ ეჭირება, ხო, ანუ ამ შემთხვევაში წინაღმოშით, მაგრამ ანუ ძალიან არასაჭირო ეს არის კოლი რა. როცა არ აქვს არაფერი ინვესტირებული. მაგალითად ეხა შენ რო ოპერეიზი ქონდა გაკეთებული და ფუში მიგეღო. მაგ ზომის, ხო? მაგ შემთხვევაში კოლი იქნებოდი, იმიტომ რომ უკვე ინვესტიცია გექნებოდა პოჩი და შესაბამისად ნაკლები გადასახდელი გექნებოდა და უკვე ბანკზე მიმული იქნებოდი რა. მან 30-იანის დასაყრელი იქნებოდა სავარაუდოდ. თან უკან კიდე რო ბიგ ბლაინდზეც ვიღაცა ზის, თან იმას რა იცი რა ყავს პონტია და ეგ თემაა რა. მეც ეს კაროლ ვალეტის სიტუაცია ნახოთ თავიდან, open raise ჩვენია. ნუ ფლოპი მივიღეთ ისეთ როგორც გვინდოდა. აქ იზოლირება. ხო, აქ 1/13-ის გასვლაც შეიძლებოდა. ცოტა ეკონომიის გაგებით რა, ან ძალიან პოტი არ გაბერო, იმოჩი რომ მაინც მზახელი არა გვაქვს და ეს ნახევარი პოტი და 1/13 ერთნაირად იმუშავებს მაინც და უბრალოდ ინიციატივას შეინარჩუნებდი თერნისთვის და უკვე მე თერნზე გადაწყვეტავდი ხელსაიზიგით გასულიყავი რა. აქ მეორე ბარელი უკვე მეგონი აღარ არის საჭირო აქ დაჩეკვაჯობდა ჩემი აზრით. იმიტომ რომ იმიტომ რომ მაინც მომლოდინე ხელი აქვს და შენი equity-ის რეალიზებისთვის ან ჩეკით უფრო გააკეთებ, ასე ვთქვათ, რეალიზებას, მაგრამ თუ მაინც მიგაჩნია რომ შეიძლება ოპონენტთან გქონდეს fold equity, ხო? მაშინ all-in-ი ჯობია რა. პირდაპირ overbet-ი ან 30 ბლაინდი დააოლინო რომ fold equity-ის რეალიზება, მართლა fold equity-ის რეალიზება მოახდინო, იმიტომ რომ ხა აქ რო ოპონენტს რავი რაღაცა მაინც ეჭიროს, რავი, სიტყვაზე 10-იან 7-იანი შეიძლება ამ საიზინგზე არ დაყაროს რა, ეგ თემაა. და all-in-ზე შეიძლება დაყაროს ეგ თემაა. ანუ აქ შეგიძლია ერთი დაჩეკო და დაუშვათ იმის იმედად რომ ოპონენტიც დაჩეკავს და reverse იაფად ნახავ, უფასოდ ნახავ უბრალოდ, ან ოპონენტი რაღაცა ძალიან სამოფსონს გააკეთებს რაღაც სამ ბლაინდს ან როგორც იციან ხოლმე, ან პირდაპირ დააოლინო შენ, იმიტომ რომ საკმარისი მეტი equity გაქვს და fold equity-ის ან მაქსიმალური რეალიზება მოახდინა fold equity-ის რა, იმიტომ რომ იმან რომ დაგიფუშოს, შენ მაინც დაქოლვა მოგიწევს მაგ სიტუაციაში, ხო ხდები? შესაბამისად, ბარემ შენ თვითონ დააოლინე რა, ეგ ამბავია და fold equity მაქსიმალურად რეალიზება გააკეთე fold equity-ის. ეხლა გააჩნია ოპონენტს სამხელა სტეკი აქვს, მანდ რო ეხლა 100 ბლაინდი ქონდა და ეგ ჩვეულებრივად ანუ აშკარად ეგ უნდა გააკეთებინა, რაც გააკეთე, მაგრამ ოპონენტის სტეკიდან გამომდინარე ვამბობ ამას, რომ რახან 1.5 იყო SPR-ი, როცა ეგრე არის 1.5 SPR-ი, შეგიძლია პირდაპირ დაფუშო რა. ის ხელი რომელთაც იდეაში სტეკზე თამაშობ, all-in და ეგ არის. რაღაცა სეტი რო ქონდა, მან რაღაცა ძალიან ამ ზასტრიტი რო ქონდა, გასაგებია. მანდაც
ცოტა უფრო პატარა საიზინგის ველი უბეთი შეიძლება ყოფილიყო გამართლებული, იმიტომ რომ რაღაც არ შეაშინო არ დააღრევინო. ეგ სხვა ამბავი. აქ მეგონი სიბეთი კაი იქნებოდა ფლოპზე, მაინც აი ესეთი რაც ძნელი მოსადები კი ფლეშ რობორდია, მაგრამ ძნელი მოსადები ბორდია და თან შენ ორი უერ კარტა გაქვს, თან ყვავიდეს მაგიდაზე შეიძლება თერნი მოვიდეს კაროლი ტუზი ყვავი რაღაცა სამიანი ხუთიანი გაგაძლიერო სათერნმა ან გაჩოტი მოგცეს ან წყვილი მოგცეს ან ფლეშ დრო მოგცეს. აგზესის გრძელება ფლოპზე შეიძლებოდა რა. მაგ აგრესიის გაგრძელება სად შეიძლებოდა, სადაც შეიძლებოდა, მაგაზე ესეთი ვრცელი ვიდეო არის გასაკეთებელი, ძალიან დაგვიგვიანდა და უკვე რამდენჯერმე ვახსენებ, რომ ვაკეთებ და გავაკეთებ რა ერთვენი ერთად. ერთვენი დღეს არა, უახლოეს მომავალში გავაკეთებ. უკვე რაღაც მინდა რომ კარგი ვიდეო გავაკეთებ და მაგიტომაც ვცდილობ რომ ცოტა დავგეგმო რა, ასე ვთქვათ, აი საკითხები, რომლებიც არ მინდა რომ გამომჩეს და აი უნდა მოვიცალო ერთ რომ კარგად დავგეგმო ეს საკითხები და მე დავიძები და მე ძირითადად სპონტანურად წერ ვიდეოებს, ანუ ისე სცენარები დაწერილი არ მაქვს ხოლმე, უბრალოდ ჩავრთავ და სპონტანურად ვლაპარაკობ ხოლმე, მე ნაკლებად სპონტანურად, მაგრამ მაინც მინდა რომ ესეთი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია და არ უნდა გამომჩეს, წინასწარ მქონდეს ამოწერილი, რომ მე გადავხედო და დავუშვათ თუ რამე გამომჩა, მე შევავსო რა. თუმცა მეორე მხრივ აი ცოცხალ სესიებით კარგად ივსება ეს ჩვენი თეორიული მასალა, ანუ რაღაცა ვიდეოები არის თეორია, სადაც ვლაპარაკობ და თუ რამე გამომჩება ან რაღაც ეგეთი მე ცოცხალ სესიებზე უკვე სიტუაციურად გადავაწყდებით ხოლმე და მე ნაკლებად ვავსებთ რა მაგ ცოდნას. აბა, ცოტა ავაჩქაროთ. თიანები. ესე დროს შეგიძლია ხო აი ხა მივაქციე ყურადღება რომ ანუ 5 ბლაინდის რაღაცნაირი ესეთი პატერნი არის რა რეიზის და ეს უნდა შეცვალო რა ანუ open raise ანუ როცა მოწმენდილთაზე არ რეიზებ ანუ არავინ არ არის ლიმპერი 4 ბლაინდი და როცა არის ლიმპერი უბრალოდ 4 ბლაინდს დამატებული 1 ბლაინდი ხა ამ შემთხვევაში 6 ბლაინდი 7 ბლაინდი უნდა გასულიყავი რა და როცა დავუშვათ მოწმენდილთაზე გადიხარ 4 ბლაინდი აი დაახლოებით ესე დააბალანსე ეგ ამბავი ბეცაიზინგი რა მით უმეტეს ესეთი კარგი ხელი გაქვს და აი ესეთ სიტუაციებში კიდე ანუ 1/13 დაამუღამე რა 1/13 ფსონი ოპონენტები პოტოცებს მაინც არ ითვლიან მაგაც მაინც მნიშვნელობა არ აქვს და შენ კიდე უბრალოდ აი მკვდარი ფულის წაღებაში დავუშვათ როცა ვალეტია ის ვალეტი არასოდეს არ დაეცემა მაინც არანაირ საიზინგზე და შესაბამისად 1/13-ით აქ აი მკვდარი ფულის წაღება უფრო იაფი დაგიჯდება ხოლმე დისტანციაზე და თუ რამეა კიდე რაღაცა მეორე ბარელისთვის გექნება ხოლმე სივრცე და ასე შემდეგ რა. ეხლა მან ნახევარპოსო დაგიქოლავენ მეორე ბარელი უკვე ლამის ორლინი გიწევსო. თუ ერთი წამი მაგ საიზინგს შევხედო. ხო, სწორად დავინახე. აქ რა ხდება? აი კაროლათიანთან. ოპერეიზი. აქ ახლა კაროლათიანთანაც ნახე, ლიმპერია და შენ სამი ბლაინდით არეიზებ. ანუ ეს მოკლედ აი ეს პრესოპრეიზის ამბავი რა. აი მე მაგალითად NL5-ზე რას ვუდევ რეკომენდაციას? 4 ბლაინდი ოპერეიზი ლიმპერზე პლუს 1 ბლაინდი რა. всё. ან ეს არის პატერნი და მორჩა რა. ეგეთი თემაა. კი ამას რაღაცა პატარა სტეკი აქვს, იმას დიდი სტეკი აქვს, იმას კი რაღაცა მნიშვნელობა მაგას აქვს, მაგრამ მოკლედ ეგ არის რა, 4 ბლაინდი პლუს 1 ბლაინდი ლიმპერზე.
სამაგიეროდ მაგას შენ იმით აბალანსებ ამას პატარა სტეკებს და რაღაცებს, რომ ანუ რეინჯი, ანუ იზოლირების რეინჯი გაქვს ძალიან ძლიერი. უნდა გქონდეს უბრალოდ რა და გაქვს კიდევაც. ძალიან ძლიერი და ანუ მამეთ რამე რო იყოს ანუ მაგ ხელის სიძლიერით ბალანსდება რა ეგ ყველაფერი რა. დანარჩენი კაროლათიანი შენი როდი გათამაშებული. Foldy ეს არ არის საჭირო. აი როგორ ის რამე იცი? კი, უზვალეთი. ანუ აი ამ კონკრეტული ოპონენტის ფუშის წინააღმდეგ კარგად დგას, მაგრამ უკან როცა 4 ოპონენტი ყავს, ანუ უბრალოდ არანაირად ამ დარიგებაში ესე არაფერი ინვესტიცია როცა არ აქვს, არ გინდა შესვლა, იმიტომ რომ რავი, იქნებ ამას რავი 2 დამაყავს. ხა გადმოგარტყას ხო 12 ბლაინდი ტყილა დაკარგო და ყველა რო დაყრის ხოლმე და ამასთან ერთ-ერთზე ითამაშებ, ისეთი მომგებიანი სიტუაციაც არ არის, რომ გარისკვად გიღირდეს რა. ეგ არის და ეგ რა. უბრალოდ foldy ეს სიტუაციაში. მარტო all-in კი არა, აქ აი 5 ბლაინდი რეიზი რო ყოფილიყო open raise-ი, ხო პირველი პოზიცია, მეორე პოზიციაზე უზვალეთი ეგრევე foldy-ა. აქ რა მოხდა? აქ კიდე open raise 5 ბლაინდი. ეს 4-იანორიანი, ну, კი, გასაგებია, შეიძლება და ერთი ბლაინდის დაკვლევა შეიძლება პოტოცებით, მაგრამ იდეაში foldy იყო, იმიტომ რომ flash draw board-ია. 5-იანი გისრიტავს, მაგრამ რავი. მოკლედ არასაჭირო დარიგებაა რა, 4-იანორიანი big blind-ზე დაჩეკე, გაჩოტი უბრალოდ ესეთ სიტუაციაში შეიძლება გადაყარო, როცა ამდენი ოპონენტები არიან. ის ერთი ბლაინდი გადახდაც არ ღირს საჩემი აზრით მაგ სიტუაციაში. ალფიდიანი მიუხედავად აი ამდენი ხალხისა ალბათ მაინც გასასვლელი იყო. კი ბატონო, არაფერი აღარ აქვს ოპონენტს. შეულებრივად. ხო, აი და 30-ით მეგონი. ერთად 30 რეიზი. აკაც საიზინგი, აი პოზიციო, ცოტა დიდი საიზინგი. ანუ აი საიზინგებს ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა, რა იმაზე ხმარობს. ანუ აქ 3 ბლაინდია იზოლირება, იქ წეგან 5 ბლაინდი იყო. დაგვიწერე რა კომენტარებში ეგ რავი, თუ რამე სპეციფიკური ის გაქვს, ანუ რაღაც ასე ვთქვათ, პრინციპი რა, open raise-ის შერჩევის, კი არა და იზოლირების შერჩევის. იმიტომ რომ open raise-ი ქონდა ხოლმე 5 ბლაინდი და small blind-დან პოზიციოთ იზოლირება 3 ბლაინდი. ეს ვერ მივხვდი რა ლოგიკა, ანუ რა იმაში ხდება რა. ანუ რა პრინციპით არ ეიძებ, ვერ დავიჭირე რა. მაგრამ მე რაც ახსენე წეგან 4 ბლაინდი პლუს limper-ზე 1 ბლაინდი ეს სტანდარტი აუცილებლად გამოიყენე. ეს ჩეკი კარგი ჩეკია. პრეფერზე უფრო დიდი ზომის ფსონი რო ქონდა. ვაფშე კაი იქნებოდა და ეხა კი ბატონო, ცოტა უფრო დიდი საიზინგით შეიძლება გასვლა 8 ბლაინდი, 7 ბლაინდი. თუ ორი flash draw როცადებს მაინც და თან 5-იან 6-იანზე კიდე გაჩოტებია ბევრი. აი ეს foldy ხა აქ მომწონს აი ეს limperები არიან და 6-7-იანს რო foldav ეს ისტორია. ისე ჩაიარა ამ ნახევარსაათს, მაგრამ რაღაცა პრემიუმ რეინჯი არ მოვიდა არაფერი, დოზები, კაროლები, რაღაცა, სეტები, რაღაცა. არა უშავს, სამწუხაროა.
ხდება ხოლმე ეს წეგანაც ვილაპარაკე ნახევარ საათში საერთოდ ექშენი არ ქონდეს მეთქი. ექშენი ქონდა სხვადასხვა ამ ნახევარ საათში კაი გლომად ექშენი იყო სხვადასხვა და ბევრი რამე იყო ასახსნელი და სათქმელი რა. ეგ კარგია. ეხლა აქ ჩვენ იდეაში მაგისტრის შევიკრიბეთ ხო, რომ ეს ასე ვთქვათ საჭირო სიტუაციები გაგვიხილა და მაგრამ კარგი იქნებოდა სასიამოვნო იქნებოდა რომ რაღაც 1-2 ტუზები შემოსულიყო რაღაც პრეფოპოლინები მოგვიგო ვიღაცა ოპონენტების უცნაური ჰენდებისთვის რაღაც უყვართ ხოლმე თამაში სადა გაგონხიარულებდა მაგრამ რას ვიზამთ ხანდახან შეიძლება ერთ კვირამ გაიაროს ისე რომ წესიერი კარტი არ მოვიდეს მითხრეს და ბევრს არ თამაშობ ეხლა მაგალითად მე რო ენდელ 5 თამაშობდი თავის დროზე სასახურის მე თამაშობდი ხოლმე რა 1-2 საათი რა მე 4 მაგიდა სხვათა შორის და ასე ერთი თუ ალბათ სადღაც ვითამაშე მე გავზარდე ლიმიტი მოდი ერთი 30-იანის სიტუაციაში შევხედოთ აქაც იზოლირება ისევ სამი ბლაინდი და ოდიში აქ რა მოხდა და სიბეთი ხო ხო აი ეს სიბეთი რა ვერ ვიტყვი შეცდომა მეთქი ნაღად ვერ ვიტყვი შეცდომა მეთქი მაგრამ ნუ შეგელო არ გასულიყავი ეგეც არ იყო პრობლემა რა როცა ორი ოპონენტი ყავს საერთოდ როცა ორი ოპონენტი ყავს აი მოდი აი ესეთ რაღაცას გეტყვი რა ორი ოპონენტი როცა ყავს ან ველიუზე გადიხარ ან მარტო იდეალურ ბორდებზე რა იდეალური ბორდი იქნება რა აი რაღაცა მაგალითად რა დამა სამიანი კაროლ 8-სამიანი აი რაღაცა ხო ხდები ძალიან ძნელი მოსადები ბორდები რა ასე ვთქვათ შრალი ბორდები მაგაზე ვიდეო იქნება მაგრამ სანამ ვიდეო იქნება დაახლოებით ეგ დაიმახსოვრე რომ ან ძალიან ძნელად მოსადები ბორდებზე გადიხარ მარტო ან ველიუზე რა როცა ორი ოპონენტი ყავს ექსიანები მან ჩოლებრად თავის თამაშობს set value-ზე. კი ბატონო, არ მოვიდა სედი, არ მოვიდა всё, ნახონდის. აი ამდენი ოპონენტები რო არიან ზოგადად. ნუ, პრინციპში შეიძლება. ეს უკვე კაი გადაწყვეტილებაა. როცა ყველამ დაჩეკა უკვე და მე ვიღაცა ერთ ბლაინდს გამოდის, კი ბატონო, ანუ აქ ექვსიანებით სავარაუდოდ ამაზე უკეთესი რეინჯი ქონდა და ძალიან სწორი რეიზი იყო რა. რას ვიზამთ? ამჯერად არ გამოვიდა, მაგრამ ძალიან ხშირად და ამისი უბრალოდ ყველა დაყრიდა ხოლმე და გავიტანდით მაგ მკვდარ ფულს ექვსიანებით, რაც იდეაში უკეთესი ხელი იყო ალბათ ვიდრე ოპონენტების რეინჯი. ხშირად. აი ყველა ჩეკის და ერთი ბლაინდი რეიზის მერე, მაგრამ მინდა ძლიერიც არ იყო, რომ დავუშვათ მკვდარი ფულის წაღებაზე მეტი რამე პრეტენზია გქონდა. ხო, ხა წერანის სინანული თვამოდი ტუზები არ მოვიდა მეთქი და რაღაცა. უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, რომ ანუ აი დავუშვათ ხა რაღაცა ეგეთი დარიგება რო ყოფილიყო რა. ტუზები დავუშვათ და ვიღაცა ოპონენტს რო დავუშვათ ტუზვალეთი რაღაცა პრეფლოპზე დაიქოლა შენთვის და იმას ეკნა რა. ფლოპზე რაღაც ვალეტს მოდებოდა, ფლეჟროს მოდებოდა, გაჩოც მოდებოდა და მე სტეკზე ეთამაშა, ხო? და ნახავდით ეგეთ სიტუაციას, ხო? და აი მე მაგალითად ვიტყოდი, რომ აი ხო გახსოვს ეს ტუზების დარიგება და დაახლოებით ეგ არის დარიგება, რომელსაც შემოსავალი მოაქვს შენთვის ამ ლიმიტზე რა. აი დაახლოებით მაგალითად გეტყოდი, მაგრამ იდეაში ზეპირად მოყოლაც არ არის პრობლემა რა. ასე რომ მოკლედ აი შეჯამების სახით ორ სიტყვაში ვიტყვი, რომ ამ ლიმიტზე შენთვის შემოსავალი მოაქვს value range-ებს, ძალიან ძლიერ range-ებს და დიდ sizing-ებს, დიდ ფსონებს რა. უბრალოდ ელოდები კარტს და ოპონენტებს უმოწყალოდ აველიუბეთ. ეგ არის და ეგ რა. რაღაც ისეთი არაკომფორტული და მოსაზღვრე სიტუაციები უბრალოდ შეგიძლია დაყარო რა. ეხლა ცოტა მეტ მაგიდებს როცა თამაშობ დაუშვათ. ეგ ცოტა ბუნებრივადაც ხდება ხოლმე რა. ბუნებრივადაც გიწევს ხოლმე ეგ სიტუაცია, იმიტომ რომ ყურადღება ასე ვთქვათ გიჭერს რომ გაანაწილო რა და 4 მაგიდის თამაშის დროს მაგიტომაც გავიმეორებ რომ
აი ეს ყველა დარიგების რაღაც აი ლოგიკური მექანიზმში გატარება არის აუცილებელი. ეს რაღაცა გონებაში დაკომენტარება ამ დარიგებების იმისათვის რომ რაღაცა მოწყენილობა მარწაკი იყოს და რაღაც ეთი ჰენდები არ გათამაშოს, რომლებიც იდეაში სათამაშო არ არის რა და რეინჯებიდან არ გაგიყვანოს. ეხა შეჯამების სახით ისევ ერთი ეგ რომ ძლიერი რეინჯები და დიდი საიზინგები ჩვეულებრივად მეორე ის რომ ხო საიზინგებსაც შეეხება open range-ის საიზინგები იზოლირება და ასე შემდეგ უბრალოდ პრინციპი წერანას თქვი ეხაც გამიმეორებ 4 ბლაინდი open range-ი პლუს ლიმპერზე 1 ბლაინდი ეგ არის და ეგ ტრიბეთები 3x-ი პოზიციაში 4x-ი უპოზიციოთ როცა 2 ბლაინდს არეიზებს ოპონენტი 4x-ი და არეიზებს უპოზიციოთ 4.5 კი არა და 4.5 უპოზიციოთ 4x-ი პოზიციაში ეგ არის და ეგ რა დანარჩენი იქნება პოსტლობის ვიდეო სადაც ვეცდები რომ სიბეთებზე და რაღაც ეგეთებზე უფრო დეტალურად ვილაპარაკო დანარჩენი მთლიანობაში თამაში ხო და კიდე ეგეთი რაღაცა როცა ისეთ სიტუაციაში გადიხარ პოსტლობზე რომ ოპონენტებს აყრევინებ დაუშვათ ისეთ სიტუაცია გაქვს რომ შენ ანუ ტარიფული წაღებაზე გადიხარ ხო უნდა ურტყამდე ოპონენტების ისეთ რეინჯებს რომელიც თითქმის არაფერი არ არის ნაგავს უნდა ურტყამდე რა იმიტომ რომ რამე მაინც თუ ყავთ როგორც წესი არ არიან ხოლმე რა აი 10-იანების დარიგება იყო სადაც ძალიან ჩააჭირე და ტოს დამაიდო ფლობს და რაღაცა 5-way პოტი იყო თუ 6-way პოტი იყო ხო ეგეთ სიტუაციაში უბრალოდ შოუდაუნ ველიუ თუ გაქვს დაჩეკე და რავი პატარა საიზინგებით ეცადე რომ თუ პატარა საიზინგები გამოვლება გაათრიო შოუდაუნზე ჩეკ-ჩეკითან რაღაცა თუ ვერ გაათრევი და გადაყრი არ არის პრობლემა ეგეთი ანუ overfold-ები იდეაში overfold-ები არის ამ ლიმიტის საიდუმლო რა overfold-ებით იშოვება ფული ანუ თუ რაღაც ლიმიტებზე შეიძლება ექსპლუატაცია იყოს პირიქით აი მაგალითად რაღაც აი NL50 ზუმი რო ავიღოთ ხო NL50 ზუმში თუ მაგალითად ექსპლუატაცია იქნება პირიქით აგრესია და სხვების overfold-ებზე ფული შოვნა ხო აქ პირიქით არის რა აქ პირიქით შენ როცა overfold-ლავ მაგით შოულობ ფულს იმიტომ რომ ერთ-ერთი დიდი რეიქია ძალიან მეორეც ერთი იმიტომ რომ ოპონენტები არაფერს არ ყრიან ყველაფერში თამაშობენ და მაგით უნდა ისარგებლო რა ეგ არის და ეგ აი უბრალოდ ეხლა მე შენი შედეგები არ ვიცი რა შედეგები გქს თუ როგორ და რანაირად მაგრამ აი დამიჯერე უბრალოდ რაღაცა რეინჯის დაყრას რო დაიწყებ აი მაგალითად აი წეგან აქ როგორც ნახეთ აი UTG open range-ზე რო აი hijack-ზე ანუ MP-ზე რო დაუშვათ აი სხვადასხვა ფერის უზვალეთი კაროლ ვალეტი აი ესენი რო თავისუფლად დასაყრელია კატოსტეც აი ჩაოლებრივად და ასე შემდეგ აი ელემენტარული აი ამების დაყრით უკვე შენი შედეგები გაუმჯობესდება რა საიზინგების მოწესრიგებით კიდე გაუმჯობესდება და მოკლედ ყველაფერი რიგზე იქნება კარგით მე მგონი რაღაცა პროდუქტიული ვიდეო გამოვიდა შემდეგ ალბათ ჩემს ვიდეოსაც გავარჩევ თუ ვინმე გამომიგზავნის გამომწერი ვიდეოს იმასაც გავარჩევ რაღაც დარიგებების გარჩევის ვიდეოც იქნება და პოსტ-ლობექშენის ვიდეოც იქნება ცალკე ვიდეო ალბათ ეს ყველაფერი ამ თემშივე მოესწრება რა კარგით გიყვარდეთ პოკერი წარმატებებს გისურვებთ და მაგიდებზე და ალბათ თქვენ იცით შევხვდებით სხვა ვიდეოებში